მეცო საქართველოში ფრანგული მუსიკალური არხი ქართული მუსიკოსების კონცერტს ხოლ რუსთაველის თეატრში ჩაწერს. ქართული პროექტი ფრანგული არხის ეთერში გავა. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი, საქართველოს სიმფონიათა და ქართული შემსრულებლები ბეთჰოვენის, მოცარტის და ახალგაზრდა ქართული კომპოზიტორის არჩილ გიორგობიანის უკვე ცნობილ ნაწარმოებებს შეასრულებენ. კონცერტს ფრანგი მაესტრო ბენჟამინ ლევი უდირიჟებს. მეცო საქართველოშია ფრანგული მუსიკალური არხი, რომელიც 45 ქვეყანაში მაუწყებლობს რუსთაველის თეატრში კლასიკური მუსიკის კონცერტის გენერალურ რეპეტიციას და კონცერტს გადაიღებს. ელისო ბოლქვაძე თბილისურ კონცერტზე საქართველოს სიმფონიათასთან ერთად დაუკრავს. ახალგაზრდულ კამერულ ორკესტრს ფრანგი დირიჟორი ბენჟამინ ლევი უხელმძღვანელებს. მეცო ისეთი არხია, რომელიც არის მსოფლიოში მუსიკალური არხი პირველი ნომერი და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მეცო თბილისში არის საკვირველი და ამიტომ რაღაც სხვა კიდევ უფრო მეტი პასუხისგებლობა არის ამისთვის საჭირო და ჩვენ ვართ მობილიზებული ყველანი. ჩემი შეგრძნებები ფანტასტიურია. აქ ყველა ძალიან მოტივირებულია. ამ პროექტს სიყვარული და მეგობრობა აერთიანებს. მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ამ კონცერტში მონაწილეობას იმიტომ დათანხმდნენ, რომ მსმენელს ასიამოვნონ. თბილისი ძალიან ენერგეტიკული ქალაქია. მიხარია, რომ აქ ვარ, ძალიან კარგი აურაა და მეც კარგად ვგრძნობ თავს. ქართული და უცხოელი მუსიკოსების ერთობლივ კონცერტზე მოცარტისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებები შესრულდება. რუსთაველის თეატრში ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის არჩილ გიორგობიანის უკვე ცნობილი ნაწარმოები ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის აზარის საქართველოს სიმფონიათას შესრულებით კიდევ ერთხელ აჟღერდება. ქართული მუსიკალური ნაწარმოები აფხაზეთის თემაზე ფრანგული მუსიკალური არხის ეთერით მრავალმილიონიანი ტელეაუდიტორიისათვის პირველად გახდება ცნობილი. კონცერტ შევთავაზებთ ნამდვილად ქართულ მაყურებელს და მსმენელს. ძალიან გვიხარია, რომ მეცოზე იქნება ჩანაწერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რატომღაც უფრო უკეთ უნდა დაუკრათ, ან უფრო სხვანაირად უნდა დავუკრათ. დავუკრათ ისე, როგორც ყველგან უკრავთ. და ჩვენს მაქსიმუმს, როგორც მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება მეცოსთვის თუ ნებისმიერ სხვა კონცერტისთვის, ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენ საუკეთესოს დავუკრათ. ქართული მუსიკოსების კონცერტს სამი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის, ანა ყიფიანისა და ნინო გვენეტაძის მიერ მოცარტის სამმაგი კონცერტი დაასრულებს. კონცერტი, რომელიც ხვალ გაიმართება, მეცოს ეთერში 60 ჯერ გადაიცემა.